მარხუანასა და მცენარე კანაფთან დაკავშირებული დანაშაულებრივი ქმედებებისთვის პასუხისმგებლობა მკაცრდება. კანონპროექტი პარლამენტის რიგ გარეშე სხდომაზე განიხილეს. გადაისინჯება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებები მცენარე კანაფის მოყვანასა და კულტივაციასთან დაკავშირებით და მასზე იგივე სანქციები გავრცელდება, რაც ნარკოტიკული საშუალებების შემცველი სხვა მცენარეების კულტივაციაზე არსებობს. ცვლილებები ხორციელდება როგორც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, ასევე სისხლის სამართლის კანონმდებლობასა და სხვა კანონებში. გამკაცრებული რეგულაციებია გათვალისწინებული მარიხუანასა და მცენარე კანაფის რეალიზაციასთან დაკავშირებითაც. მარიხუანას მოხმარებაზე ძალაში მოქმედი რეგულაციები რჩება. მარიხუანის მოხმარებას, მაგრამ ცდილდება ამ ნარკოტიკული საშუალებების შენახვასთან დაკავშირებით, კულტივაციასთან დაკავშირებით, მცირე ოდენობით კანაფის, ანუ 10 გრამამდე და მარიხუანის გამომშრალი 5 გრამამდე და ნედლი 10 გრამამდე მოქმედი რეგულაციით იწვევს ადმინისტრაციულ სახდელს. ამ რეგულაციას არ აქვს შესაბამისად პრევენციული მექანიზმი და ეფექტური ხასიათი, ამიტომ მიზანშეწონილია, რომ ამ რაოდენობისთან დაკავშირებითაც, ანუ განმეორებით, წლის განმავლობაში განმეორების შემთხვევაშიც სისხლის სამართლებრივი წესით მოხდეს პასუხისგება, სანქცია დაწესდება ჯარიმა ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა, ან და თავისუფლების აღკვეთა ვადით 1 წლამდე. გაცილებით უფრო საშიშია ეხლა არსებული მცენარე კანაფი და მარიხუანაც და ამიტომაც კულტივაციასთან დაკავშირებული საკითხების მკაცრდება. სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საწყისი ოდენობით მოყვანა კულტივაციისათვის პასუხისმგებლობის სახით გათვალისწინებული იქნება თავისუფლების აღკვეთა 6 წლამდე.